საღამო მშვიდობისა დღის ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ, ახლა კი ვნახოთ ანონსი. მეწყერი ომალობ შაველის გზის მონაკვეთზე რა მდგომარეობაა სტიქიის ადგილზე. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში პენსიის გაზრდა დაგეგმილი არ არის, როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას პენსიონერები. სულად აისახება შვილო ჩვენ ფინანსურ მდგომარეობაზე. პენსიონერს ხო 100 ლარი შეიძლება კვირაში დაჭირდეს წამლისათვის. საპატიო მოქალაქე, დამსახურებული თუ დაუმსახურებელი წოდება, როგორი უნდა იყოს ის და რას ნიშნავს ეს სტატუსი. უნდა ირჩეოდეს იმის მიხედვით რა კვალიდატოა მაგნ ამ ქალაქის და რაიონის ცხოვრებაში. უნდა იყოს სიკეთით სავსე პატივსა და წესები ადამიანი. საქველმოქმედო ფონდი დიდ ხარშენ უფალო 1 წლისა, როგორ აღნიშნავს ფონდის საიუბილეო თარიღს. 13-ში გვაქვს საიუბილეო საქველმოქმედო კონცერტი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. მესამედ ტარდება ეს კონფერენცია ჩვენს უნივერსიტეტში. 5-1 გურჯაანის ალაზანმა ნინო წმინდის ფარავანს მოუგო. უფრო განვიმტკიცეთ პირველი ადგილის პოზიცია. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი ომალობ შაველის გზის 55 კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის ინფორმაციით გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისივე განცხადებით გაიხსნება თუ არა გზა, ეს ამინდზეა დამოკიდებული. ცნობილია გარკვეულ მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოწვა ტერიტორიაზე, გზაზე, მაგრამ საღამოთი ჩვენ უკვე გზა გავწმინდეთ. გაწმენდის სამუშაოები რეგულარულად მიმდინარეობს, იმიტომ რომ წვიმის შედეგად ეს ნაწანი ჩამოდენა ხდება, ასე ვთქვათ, ისევ რეგულარულად. მომენტში რომ ჩამოვიდეს და ეტაპობრივად თან ხდება გაწმენდის სამუშაოები. პენსიონერები პენსიის გაზრდას აუცილებლად მიიჩნევენ და 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებენ, რომლის მიხედვითაც ასაკობრივი პენსიის მატება დაგეგმილი არ არის. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში მიაჩნიათ, რომ პენსიები ჯანდაცვის დაფინანსების შემცირების ხარჯზე არ უნდა გაიზარდოს. დამჯდომარის განცხადებით, სწორედ ჯანდაცვაში ჩადებულმა თანხებმა მისცა ქვეყანას ის შედეგი, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა იკლო და პენსიონერების რიცხვმა 40,000 ადამიანით მოიმატა. არადა მოსახლეობას პენსიის მატების მოლოდინი ისევ ჰქონდათ. კახეთში ამბობენ, რომ გაზრდილი ფასების ფონზე ცხოვრება კიდევ უფრო გაუჭირდებათ. შეიძლება რაღაცა ეტაპზე ზრდისგან თუ არ იქნება ამის საშუალება თავის შევიკავოთ თუ და არა ჯანდაცვის სახსრები შევამციროთ. ეხლა რომ შევამციროთ ჯანდაცვაში ჩადებული თანხები და ეს გადავანაწილოთ პენსიებში. შეიძლება აქ ისეთი ეფექტი ვერ მოგვცეს ამ გაზრდილ პენსიამ და მთელი პირთი მივცეთ ჯანდაცვისა პენსიონერს, რომ თვითონ გადაიხადოს. ის რა თქმა უნდა ეს მატება მას ვერ უშველის და შეიძლება ისევ გაიზარდოს სიკვდილიანობა და ასე შემდეგ. სააკაშვილი რო იყო მანამდე, აი რამდენი წელი გავიდა, 2000 ქონოდა. ბოდიში $200 უნდა ქონოდა. საწალო რატო არ მოგვიმატა? და ეხა 10 ლარი მოგვიმატა, ეგეც რას ვარგებს, მაგრამ რა ვიცი. იმედი არ მაქვს ყველა, აი დაკარგული მაქვს ყველანაირი იმედი შულობა, რა იქნება მე არ ვიცი. სულად აისახება შვილო ჩვენ ფინანსურ მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა შვილო. რა ვქნათ, რა გავაკეთოთ, მეც არ ვიცი. მასხარად გვიგდებენ 10 ლარი რა არის. თვითონ ამდენი პრემიები შვილო, ამდენი ხელფასო. მერტ მშვიდობაში მოახმართ, მაგრამ ჩვენ რაღა დავაშავეთ. პენსიონერს ხო 100 ლარი შეიძლება კვირაში დაჭირდეს წამლისათვის. ეს გამწირული კატეგორია სოციალური ფენა სასიკვდილოდ. მეტი არაფერი. 500 ლარი უნდა ქონდეს ერთადერთი. მინიმუმ 500. თორე უნდა იყოს მშიერი, იყოს გაყინული და ახლა საფლავი ექნება და არ დატოვებებცა. მოლოდინი ქონდა, რომ მოგვემატებოდა პენსია 10 ლარი რა არის, სამათხოვრო თანხა, მაგრამ გამოაცხადეს ტელევიზორში, რომ არანაირი მომატება არ იქნება. საკმარისი არ არის შვილო, აი ხლა აფთიაქში ვიყავი. წამლები ვიყიდე, რაღაცას ველოდებოდი პროდუქტსაც ვიყიდი მეთქი და იმხელა თანხა გადავიხადე, რომ გაუგნებული დავრჩი. 200-ს გვპირდებოდა ეს თავრობა, მაგრამ აბა სად არის? ოცნება და ფიქრი და დაპირებები სულ განზე დარჩა ყველაფერი. ჩვენზე არაფერი არ არის დამოკიდებული, გინდა ვთქვა, გინდა არა ვთქვა.
თანხა არ არის საკმარისი, როგორ უნდა იყოს საკმარისი? დენი, გაზი, წამლები, ჯერ მარტო 60 ლარისა ერთი მწამლუნდა და თვითონ არ ამყოფის იცამალი. ჩვენში ორჯერ ვყიდულობ. ის რა თანხა არის, ბა? ორ დღეში გურჯაანს კიდევ 7 საპატიო მოქალაქე ეყოლება. მათ გურჯაან ქალაქობის დღესასწაულზე დაასახელებენ. ამიტომ ვინაობა ჯერ არ ხმაურდება. თუმცა გამგეობაში გვარწმუნებენ, რომ კანდიდატებმა ეს სტატუსი ნამდვილად დაიმსახურეს. საპატიო მოქალაქე დამსახურებული თუ დაუმსახურებელი წოდება. როგორი უნდა იყოს ის და რას ნიშნავს ეს სტატუსი? თემაზე სიუჟეტი ნინო სამნიაშვილმა მოამზადა. 11 ოქტომბერს გურჯაან ქალაქობას ტრადიციულად გურჯაანის საპატიო მოქალაქეებს დაასახელებენ. მათი შერჩევის პატივი კი ერთპიროვნულად საკუთარ თავზე აიღო რაიონის ხელმძღვანელობამ. გამგებელმა და მოადგილეებმა პირადად გადაწყვიტეს, თუ ვინ არიან გურჯაანის საპატიო მოქალაქეობის ღირსნი. ეს მიიღო თვითონ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება. და ამ ხელმძღვანელობაში ვინაირებიან? სხვადასხვა ხელმძღვანელი პირები. და გამგებელი მოადგილე. დიახ. თუ იკითხეთ საზოგადოების აზრი გურჯაანელების ვის თვლიან ისინი საპატიო? გამოკითხვა როგორც ასეთი ოფიციალურად არ გაგვიკეთებია. შარშან ერთ-ერთ საპატიო მოქალაქედ რაიკომის ყოფილი მდივანი ბიჭიკო შინჯიაშვილი დაასახელეს. მაშინ ზოგიერთმა ასე გაიხსენა. კაცი კი არ მიგვირწყია მეთქი კაცო და უყვარდა იმას ძალიან ძველი სიმღერა მღერო დამას ხოტენაშვილი მე ჭამია ხოტენაშვილი და მაშინ ვიტყოდა ხოლმე რომ ჭამია მომიყვანეთ ეხლავე აქაო. ეს კი ვეღარც იხსენებენ. თუ იცნობთ ბიჭიკო შინჯიაშვილს? არ ვიცნობ. გურჯაანის საპატიო შარშან რაიონის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს გოჩა ტყეშელაშვილს და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს დავით ჩავლიაშვილსაც. მათ არა მარტო გამოკითხული რესპონდენტები ვეღარ ცნობენ, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც რაიონს წლებია ძალიან კარგად იცნობენ. იცნობთ საპატიო მოქალაქეებს დავით ჩავლიაშვილს, გოჩა ტყეშელაშვილს, მზია ჯურელს. მაგალითად დავით ჩავლიაშვილი იცით ვინ არის? გურჯაანის საპატიო მოქალაქეა. არის. გოჩა ტყეშელაშვილი? ვერ ვიცი. ბიჭიკო შინჯიაშვილი? ვერ ვიცი. უნდა ირჩეოდეს იმის მიხედვით რა კვალი დატოვა მაგნ ამ ქალაქის და რაიონის ცხოვრებაში. თქვენი აზრით ბიჭიკო შინჯიაშვილმა დატოვა რაიმე კვალი, რომელიც აირჩიეს საპატიო მოქალაქე ჩარჩა? ვერ გეტყვით ხა რა კვალი უნდა დაეტოვა ბიჭიკო იყო? მაგალითად გოჩა ტყეშელაშვილს. გოჩა ტყეშელაშვილი გურჯაანის მოქალაქეა? დიახ. რასთან და რა შეხება გურჯაანს? რაღაცა კომიტეტი თუნა იყოს რაღაცა შემოვიდეს ბევრი წინადადებების ხდომასავით იყოს და მე შეჯერდეს. ეხა მასე ჩვენ რა გავიგოთ ერთ კაცს მოვიდა ეგაზრათავში კომიტეტი იყო. როგორი უნდა იყოს საპატიო მოქალაქე? უნდა იყოს საპატიო მოქალაქე ძალიან კრეატიული, პატიოსანი, კეთილსინდისერი და აგრეთვე რაღაც უნდა ქონდეს ისეთი გაკეთებული თავის ხალხისთვის, თავის ერისთვის, თავის ქალაქისთვის განსაკუთრებული, რომ აი ამ ღირსეულ ტიტულს იმსახურებდეს. უნდა იყოს პიროვნება, რომელსაც უდიდესი ამაგი აქვს რაიონის წინაშე. უნდა იყოს სიკეთით სავსე, პატიოსანი და წესიერი ადამიანი, რომელიც საზოგადოება აღიარებს. იქნებიან თუ არა გამგეობის ხელმძღვანელობის მიერ რჩეული საპატიო მოქალაქეები, წესიერი პატიოსანი, სიკეთით აღსავსე, კრეატიული თვისებების მქონენი, ეს ორ დღეში 11 ოქტომბერს გახდება ცნობილი. გურჯაანის ამების საკათედრო ტაძართან არსებული საქველმოქმედო ფონდი დიდხარ შენ უფალო 1 წლისა. საიუბილეო თარიღს ფონდი 13 ოქტომბერს საქველმოქმედო ღონისძიებით აღნიშნავს. სამზადისი უკვე დაწყებულია, რა გზა განვლო ფონდმა ამ 1 წლის განმავლობაში და როგორია მათი სამომავლო გეგმები ეთარ თეთრაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. საქველმოქმედო ფონდი დიდხარ შენ უფალო საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება. ღონისძიება ამჯერადაც საქველმოქმედო იქნება, რაში დაიხარჯება შემოსული თანხა ფონდში უკვე დაგეგმილი აქვთ. კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო, სოციალურ სფეროზეც ვიმუშავებთ ფონდი. მოსახლეობას მოუწოდებ იმას, რომ მოვიდნენ და აესწრონ კონცერტს შეძენილი ბილეთებით კონცერტსაც სიამოვნებენ კონცერტსა და ასევე შემოწირულობას გააკეთებენ, ქველმოქმედებას გააკეთებენ ამ თავისი ნაკედი ბილეთით. გურჯაანის სამების საკათედრო ტაძართან არსებული საქველმოქმედო ფონდი დიდხარ შენ უფალო უკვე 1 წელია დაარსდა. ამ ხნის განმავლობაში მისმა წევრებმა მამა ილიასა და მამა ვაჟას დახმარებით არაერთი ღონისძიება გამართეს, მათ შორის საქველმოქმედო კონცერტიც. აქედან შემოსული თანხით ფონდმა გურჯაანის ღია ტურნირში გამარჯვებული მოკრივეებისთვის პრიზები დააწესა. წმინდა გიორგის ეკლესიასთან არსებულ კრივის დარბაზის აღსასარდელებს კი საჭირო ინვენტარი შეუძინა.
შეძლებაც ამ ფონდს გააჩნდა მოქმედებს და მიზანდასახულად და პირველი კონცერტი რო ჩაატარა ფონდმა, მაშინ პატარა ბიჭს დავეხმარეთ, რომელიც ნიჭიერი ბავშვია, ხატავს ეს ბავშვი და არა მარტო ხატავს, ძალიან ნიჭიერი ბავშვია და მაშინ დაეხმარა ძალიან მწირედით, მაგრამ მაინც აი მოკრივეები ვეჯინის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რო არიან მოკრივე კლუბი, ამ კლუბს შეუძინა ინვენტარი. თუმცა მათი ქველმოქმედება ამით არ დასრულებულა. ფონდმა დაგეგმა და ჩაატარა მეორე კონცერტიც. ღონისძიებიდან შემოსულმა თანხამ 4000 ლარი შეადგინა. ამ თანხის ნაწილით კურორტ ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობისთვის ადგილი დასუფთავდა. ახლა კი დაგეგმილია გალავნის აშენება. ტერიტორია გაიწმინდა, გასუფთავდა, იქიდან ბევრი რაღაცა ეყარა, სავსე იყო ის ადგილი, კინებით და რაღაცებით ის გავიდა იქიდან, მოსუფთავდა, იქ ქვამოვიდა და შემდგომი სამუშაოებისთვისაც არის მზად ის, რაც შეუძლია, რომ გააკეთოს იმ თანხიდან გამომდინარე, რა თანხად შემოვიდა. წინ გალავნის აშენება გვინდა ახლა, რომ აი დაფიქსირდეს, რომ აი იქ ეკლესია უნდა აშენდეს და აი ამ გალავნის მშენებლობაში ღებულობს ჯერ მონაწილეობას და შემდგომ ნახოთ უკვე იქიდან გამომდინარე, რაც შემოვა ამ ფონდში, იქიდან გამომდინარე ეს ფონდი იმოქმედებს. საქველმოქმედო ფონდ დიდხარ შენუფალოს თანადაფინანსებით მაღალმთიან სოფელ ჭერემის ეკლესიას წირვალოცვისთვის საჭირო ლიტერატურა შეუძინეს. სოფელ ჭერემში რომ აღდგა ეკლესია, იქ საჭირო იყო ლიტერატურა, წირვისთვის ლიტერატურა და ეს ამ ლიტერატურის შეძენაში თანადაფინანსებით ამ ფონდმა მიიღო მონაწილეობა. მამა ილიას საქველმოქმედო ფონდ დიდხარ შენუფალოს არსებობის მნიშვნელობაზეც საუბრობს. იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ახალგაზრდებს სჭირდება დახმარება და ვიღაცამ უნდა ამას თავი მოუყაროს. არავის არ ცალია, ახლა მაგალითად ბიზნესმენი დაკავებულია თავის საქმით და ის სულ საქმეშია და მიდის, მოდის იქ ოჯახშიც თავისი პრობლემები აქვს და ეს ფონდი იმიტომ არის, რომ აი ეს ქველმოქმედება გასწიოს ამ ადამიანმა, რომელსაც აქვს საშუალება იმისი, რომ გაიღოს ის მოწყალება და დაეხმაროს ამ ახალგაზრდებს. 13 ოქტომბერს ფონდი დიდხარ შენუფალოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა. საქველმოქმედო ფონდი დიდხარ შენუფალო იწვევს მსურველებს ფონდში გასაწევრიანებლად, რათა ვაკეთოთ ერთად კეთილი საქმეები. თელავში მკერდის კიბოს პრევენციისა და გამარჯვებულ ქალთა კლუბის რეგიონალური ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები მკერდის კიბოს დიაგნოზის მქონე ადგილობრივ ქალბატონებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენლობა თელავში 1 ნოემბერს დაფუძნდება და მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს სხვადასხვა სახის მომსახურებას გაუწევს. გამარჯვებულ ქალთა კლუბი აღნიშნული დიაგნოზის მქონე მანდილოსნებს აერთიანებს და საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს. კლუბის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქალბატონების პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას, როგორც ფიზიკურს, ასევე ფსიქოლოგიურს, დაეხმაროს მათ პოსტოპერაციული პრობლემების დაძლევაში, მათი მონაწილეობით გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება ძუძუს კიბოს შესახებ და რაც თავარია, ებრძოლოს იმ სტიგმას, რომ ძუძუს კიბო არ არის განაჩენი. ძალიან კარგია და ძალიან მოხარულები შეხვდით თელავი და თელავის რაიონის ქალები, რომლებიც არიან დაავადებული მკერდის სიმსივნით. ძალიან მოხარულები ვართ, ძალიან მივესალმებით. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თესაუში დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ გახსნა. მონაწილეთა შორის საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და მკვლევარები არიან. საერთაშორისო კონფერენცია კულტურათა შორისი დიალოგი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მესამე ტარდება. წლევანდელი კონფერენციის ორგანიზატორები კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან. კონფერენციის ფარგლებში 100-ზე მეტი მოხსენება იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ერთ-ერთ გამორჩეულ და უკვე ტრადიციად ქცეულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც ეწოდება კულტურათა შორისი დიალოგები და უკვე მესამე ტარდება ეს კონფერენცია ჩვენს უნივერსიტეტში. წლევანდელი კონფერენცია გამორჩეულია იმითაც, რომ საპატიო სტუმრებს შორის არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ბატონი გიორგი კვესიტაძე და მეცნიერებათა
აკადემიის პრეზიდიუმის წევრი ბატონი გიორგი ლორთქიფანიძე, რაც ძალიან დიდი დაფასებაა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათი მხრიდან. ესეთი კონფერენციები ხელს უწყობენ არა მხოლოდ უნივერსიტეტების, არამედ სხვადასხვა რეგიონების დაახლოებასაც. შესაბამისად, მსგავსი ტიპის კონფერენციების მნიშვნელობა უდაოდ ძალიან დიდია და ჩვენ ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯების განხორციელებას ჩვენი ისტორიული წარსულით გვავალებს. გურჯაანის ალაზანმა მორიგი შეხვედრა ნინოწმინდაში ადგილობრივ ფარავანთან ანგარიშით 5-1 მოიგო და გადამაშების ცხრილის პირველ საფეხურზე დარჩა. ამ ეტაპზე გუნდი საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგის ლიდერია და პირველი წრის დასრულებამდე მათ 5 თამაში დარჩა. ალაზანი მორიგ თამაშს 13 ოქტომბერს გურჯაანში გამართავს და თბილისის 35 სკოლის საფეხბურთო გუნდს უმასპინძლებს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ქონდა, გასვლილი თამაში იყო, ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, პირველ ადგილზე მივდივართ. ყველა გასვლი და სახში მოგებას, ყველა ქულას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოვიგეთ 5-1 და უფრო განვიმტკიცეთ პირველი ადგილის პოზიცია. მომავალი ტური გვაქვს სამენში გურჯაანში ვთამაშობთ. ჩამოდის 35 საფეხბურთო სკოლა, რომელიც კარგი გუნდია და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიც არიან დაკომპლექტებული 17 წლამდე ასაკის. ახლა კი ეთერშია რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს პროგრესსა და მის კონტრიბუციას ნატოს სხვადასხვა ოპერაციებში დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ივლისში ვარშავას სამიტზე დააფასებს. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტერბერგმა ნატოს საქართველოს კომისიის ხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მიღწევებზე საუბრის პარალელურად სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ქვეყანას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი და საჭიროა მეტი პროგრესი რეფორმების კუთხით. ნატოსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და პრაქტიკული კონსულტაციები შეუპირათებლად ვითარდება. ნატო-საქართველოს ურთიერთობები სწორედ მიმართულებით მიმდინარეობს, რაც მთავარია თვითონ საქართველოს ადგას სწორ გზას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოუწოდებთ რუსეთს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე. რუსეთს არ შესწევს ძალა შეცვალოს საერთაშორისო სამართლის რეალობა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. მისი წინადადებები არის ძალიან მკაცრი, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიებზე განხორციელებული აგრესია 2008 წელს იყო ყველა დასაწყისი ყველა იმ პრობლემების, რომელიც ჩვენ შეგექმნა და არა ისე როგორც ცდილობენ ხოლმე წარმოგვიჩინონ, რომ პირიქით უკრაინა და მეორე დანარჩენი რამ არის მნიშვნელოვანი. ეს ჩემი აზრით ძალიან ბევრ რამეს ხას უსვამს პირველ რიგში გენერალური მდივნის პირად დამოკიდებულებას, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ურთიერთობებში, მის იმას, რომ მისთვის საქართველო არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა დღეს და შესაბამისად მნიშვნელოვანი იქნება ვარშავის სამიტის კონტექსტში ბუნებრივია. ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა რეაბილიტირებული მეორასე სკოლა დაათვალიერეს, სადაც სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის თანამედროვე სასწავლო გარემო უნივერსალური დიზაინით მოეწყო და სკოლაში დავით სერგეენკო და თამარ სანიკიძე ექიმის კაბინეტის მუშაობას გაეცნენ და სრულად რეაბილიტირებული სასადილო დაათვალიერეს. საჯარო სკოლებში მოსწავლეების კვების რაციონის შედგენაზე უკვე ჯანდაცვის სამინისტრო იზრუნებს. სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 97 მოსწავლე სწავლობს, საიდანაც 24 საათიანი მომსახურებით 65 მოსწავლე სარგებლობს. აღთვალებული ვარ იმით, რომ ძალიან კარგად გააზრებული პროექტით არის გაკეთებული, გათვალისწინებული არის როგორც თანამედროვე სტანდარტები, პირველ რიგში მოწაფეების ინტერესები. ეხლა მე რასაც ვხედავ, ერთადერთი უკვე ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ კოლექტივს იმითი, რომ მე ვფიქრობ უახლოეს დღეებში უკვე გვექნება ახალი მენიუები, სადაც ეტაპობრივად გადავიყვანთ უკვე განახლებულ ჯანსაღი რეჟიმზე, რაც შეეხება პედაგოგიურ აქტივობებზე, ამაზე მე ვერ ვიმჯერებ, არ ვარ ექსპერტი, თუმცა მე რასაც ვხედავ, აქ არის მაქსიმალურად გათვალისწინებული ბავშვების მოწაფეების ინტერესები. დღეს ველანაირი პირობა არის შექმნილი მისათვის, რომ სრულფასოვანი მომსახურება შევთავაზოთ ჩვენ ასეთ ბავშვებს. თავისი გარემოთი, ადაპტირებული გარემოთი, თავისი კვების ობიექტებით და ამ შემთხვევაში კვების ობიექტი ნამდვილად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ახალ სტანდარტზე, კვების ახალ სტანდარტზე მიდის მუშაობა, რომელიც სავალდებულო იქნება არა მხოლოდ ამ სკოლის, არამედ ყველა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. მთლიანად შეიცვალა საცხოვრებელი პირობები
ბავშვების საცხოვრებელი კორპუსი სრულად რეაბილიტირებულია, გაკეთდა თითოეული ჯგუფისთვის მის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობები, თავისი საძინებელი ოთახებით და დღის განმავლობაში სააღმრდელო ჯგუფისთვის გამოყოფილი ოთახებით მთლიანად მოეწყო თერაპიული განყოფილება, სამედიცინო ბლოკი და ინდივიდუალური მუშაობისთვის საჭირო ოთახები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში 1987 წელს დაბადებული მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება, ბუპრენორფინის შემცველი 68 და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ეგრეთ წოდებული ბიო ამოიღეს. თბილისში ერთი პირი დავაკავეს, რომლის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი 68 ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოაქტიური ნივთიერება ბიო ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ექიმების სასწაული ავარიაში მოყოლილი 16 თვის ბიჭუნას თავი მიაკერეს. დათვები ცირკიდან ველურ ბუნებას დაუბრუნდნენ. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ თითქოს და რუსული რაკეტები ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა ოფიციალური თეირანი არ ადასტურებს. საგანგებო განცხადება ირანის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. რუსეთმა კასპიის ზღვიდან სირიის ტერიტორიები 2 დღის წინ დაბომბა. სირიაში ირანელი გენერალი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ლიბანურმა ტელეარხმა ალ-მაიდინმა გაავრცელა. ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მეთაურის მოადგილე ჰოსეინ ჰამედანი ასადის არმიას კონსულტაციებს უწევდა. გავრცელებული ინფორმაციით ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი ალეპოში 7 ოქტომბერს დაიღუპა. უბედური შემთხვევა ლუიზიანაში ქალაქ გიბსონში გაზსადენი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრატივიმ და ზოოკლუბმა გაავრცელეს. ექიმების სასწაული ავარიაში მოყოლილ 16 თვის ბიჭუნას თავი მიაკერეს. ჯექსონ ტეილორს ექიმებმა თავი ხერხემალთან ხელახლა, მას შემდეგ მიუერთეს, რაც უმძიმეს ავარიაში მოყოლილ ბიჭუნას კისერი მოტყდა. ავსტრალიელმა ექიმებმა 6 საათიანი ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. ჯექსონს 8 კვირის განმავლობაში საბჯენის ტარება მოუწევს, შემდეგ კი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება. ბავშვი ავარიაში დედასთან და დასთან ერთად მოყვა. 17 წლიანი მონობის შემდეგ 2 დათვი ცირკიდან ველურ ბუნებას დაუბრუნდა. დათვები გალკა და მაშა პატარაობიდან რუსეთის ცირკში ცხოვრობდნენ. დათვების მწვრთნელი, რომელიც ასევე დასის ხელმძღვანელი იყო, დაიღუპა და ცირკიც დაიხურა. სწორედ ამის შემდეგ დათვები ერთად დააბრუნეს ველურ ბუნებაში. ვიდეო, სადაც გალკა და მაშა ბუნებაში გაშვების ეპიზოდია გადაღებული, კარგად გამოხატავს მათ სიხარულს და ბედნიერ წუთებს. როგორც ზოოკლუბი წერს, ცირკში ყოფნისას მათი ყოველდღიური ცხოვრება გალიაში ყოფნა, წვრთნა და ცირკის წარმოდგენაზე გამოსვლით შემოიფარგლებოდა. მწვრთნელი ცხოველებს სასტიკი მეთოდებით ავარჯიშებდა წარმოდგენისთვის, ამიტომ დათვები ყოველდღიურ სტრესში იყვნენ. და ბოლოს დღის სხვა ამბები. NASA-ს მორიგი აღმოჩენა პლუტონის გარშემო ცისფერი შრე გამოჩნდა. NASA-ს ინფორმაციით მეცნიერების ყურადღება ცისფერმა გარსმა მიიპყრო, რადგან როგორც წესი, ნისლის ნაწილაკები წითელ ან წითელი ან ნაცრისფერია. ცისფერიცა ხშირ შემთხვევაში წარმოიქმნება მზის სხივების პატარა ნაწილებად მიმოფანტვისგან. დედამიწაზე ის პატარა ნაწილები არის ძალიან მცირე ზომის ნიტროგენური მოლეკულები, პლუტონზე კი ისინი უფრო დიდი ზომის არიან. აღნიშნულია NASA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კიდევ ერთი აღმოჩენა პლუტონზე გაყინული წყალია, რომელსაც მეცნიერების განმარტებით წითელი ფერი აქვს. 4-0 საქართველოს სასარგებლოდ. ეროვნულმა ნაკრებმა ევროშესარჩევით ციკლში მესამე მატჩი მოიგო. გიბრალტართან შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 3-0 დასრულდა. მეოთხე გოლი კი ქართველებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველო გერმანიის ნაკრებთან გამართავს. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ.
ჩვენი გამოშვება კი დასრულდა, კარგად გრძელდებათ.